გავატარონ სულს ლამაზი ფრთები მინდა გავშალო და გალობით გაგიხარებ დგულს მე დავიბადე ლამაზ ვარსკვლავზე ვარსკვლავთან ვითამაშო მსხურს დაოცნებების ლამაზ ბილიკებს სისართელა მინათებდეს სულ მინდა ვიმღერო თქვენთვის ვიმღერო უხარად და სამღერებულ გულს დაგვირილების ყვავილთა წვენა ფანდალება დამათოვდეს სულ მინდა ვიმღერო თქვენთვის ვიმღერო უხარად და სამღერებულ გულს დაგვირილების ყვავილთა წვენა ფანდალება დამათოვდეს სულ ზესამზეო და დისება მოდის სისხივები მიქარგავენ გზას სიყვარულს უსტვეს ჩიტიცა მოთხის სიმღერებით გეფერებით გრავ მინდა ვიმღერო თქვენთვის ვიმღერო უხარად და სამღერებულ გულს დაგვირილების ყვავილთა წვენა ფანდალება დამათოვდეს სულ მინდა ვიმღერო თქვენთვის ვიმღერო უხარად და სამღერებულ გულს დაგვირილების ყვავილთა წვენა ფანდალება დამათოვდეს სულ მინდა ვიმღერო თქვენთვის ვიმღერო უხარად და სამღერებულ გულს დაგვირილების ყვავილთა წვენა ფანდალება დამათოვდეს სულ მინდა ვიმღერო თქვენთვის ვიმღერო უხარად და სამღერებულ გულს დაგვირილების ყვავილთა წვენა ფანდალება დამათოვდეს სულ უხარად და სამღერებულ გულს მოგესალმებით. ამბობას მოგახსენებთ შუბლის. დღევანდელი დღე საზეიმოა ჩვენი მეოთხე კლასელებისთვის. ისინი ზეიმობენ მეოთხე კლასის დამთავრებას. ყველაფერი კი დაიწყო ასე. ეს გოგო ბიჭები სულ მაგარები, მოიყვანით ჩემთან. და ჩემი თავი ასე გავიქცა. ეს შენი მაგამასწავლებელი. იმ დღიდან მე მათთვის დავთი მასწავლებელიც, მეგობარიც, თანატოლიც და თქვენ წამოიდგინეთ ამ შემთხვევაში დედაც კი. მე შევეცადე მათთვის მესწავლებინა ის ადამიანური ღირებულებები, რომლებიც სამომავლოდ გაუმაგრებდა ცხოვრების სავალ გზაზე სიამოვნებას. შევეცადე მათთვის მესწავლებინა მეგობრობა, სიყვარული, სამშობლოს ერთგულება, პატრიოტიზმი. და ახლა ისინი უკვე ერთსა მყარად დამდგარდნენ. უჩემოდ გააგრძელებენ სასკოლო ცხოვრების სავალ გზაზე. მე თავს აღარ შევაწყენ. სცენას უთმობ ჩემს მეოთხე კლასელებს, უსურვებ წარმატებებს, მადლობას გიხდით პატრიოტიზმის. Razem i wywiadu pracy,
ყურადღება ვიწყებთ. ზურა, ნია, ნინო, მარია, ხაზო, ანდრია, ბარბარე, მარია, ნინო, ეკლა, ირაკლი, მარია, ელისა, ლილე, ზურა, ანდრია, გაბრიელ, ასო, ნია, მარია. Trouble bubble, alcohol, zips, the alcohol.
მშობლიური ქართულია. გაზაფხულზე გაჟღერილი ვარდივით მშვენიერია. ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი სამკვიდრო, ყოფილია მისი მშობელი და მხატვარი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ყველასგან განსხვავებული ენა და დამწერლობა გვაქვს. ქართული ენა ჩვენი სიმდიდრე და საგანძურია. მსოფლიოში არსებულ დამწერლობათაგან ერთ-ერთი ქართულია. როგორც ბოლო წლების ისტორიული წყაროები, ქართული ანმანის განვითარება მეფე ფარნავაზის სახელს უკავშირდება, რომელიც იყო იბერიის პირველი მეფე, რაც დასტურია იმისა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე გვაქვს ჩვენი დამწერლობა. ქართული ანმანი გადაურჩა საუკუნეების შემოდევას. 2015 წელს ქართული ანმანი სამ უძველეს სახეობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. ასომთავრული ნუსხური და მხედრული დამწერლობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს და იუნესკოს სიაში შევიდა. ჩვენი ქართული სიტყვა ქართული სამშობლოს ფიქრი და ამბავი. ჩვენი ქართული რუსთველის ენა, ილიას ენა, აკაკის ენა. ხან ყვავილების ნელი შიარი, ხანია დომთახმად თბილის წვენა, სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი, ბარაქიანი ქართული ენა. გულუხვი, როგორც თველში ვენახი, საამო, როგორც შრიანი ხეთა, ჩვენ ხომ მას დედა ენას ვეძახით, გვიყვარდეს როგორც მშობელი დედა. უსამშობლო ადამიანი სულით ღადაკია და საცოდავ. სამშობლოს სიყვარული ყალიბდება ადამიანის მისწრაფებად, მისი ფილოსოფიური შეხედულებად, მისი სიყვარული სხვა ერებისადმი. მე ძის ქვეშეთში დავიბადე, შავ ზღვასთან ახლოს,
ამ თაველებმა ჩამიგრეს და ჩემი სიცხორცეს მეკეთებანის და თამარის მიწაზე ვსახურო და საქართველოს სიყვარულში მინდა ვითვოდე ველო ლუხუმო ძველებურა კვლავ წინ წაგვიძე კვლავ შეგვახსენეხების ბერო ვისი გორისა ქრისტემ ბარცმუდო საქართველოს ნუ გაუჭირვე თორე ქართველი სამშობლოსთვის თავსაც მოიკლავს ემზის ქვეშეთში დავიბადე ამ მიწის გულზე ამ თაველებმა ჩამიგრეს და ჩემი სიცხორცეს მე დავიბადე კავკასიის განიერ შუბლზე და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიცოდე საქართველოს საოცრებათა ქვეყანაა ცათასწორი კავკასიონის მწვერვალები მშვენიერი ხალხი რომანტიკული ციხე-ბურჯებითა და ქალაქებით იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრში ისტორიული ტრადიციებით საქართველო თეთრი მთების ლურჯის ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანაა კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლოა ხალხის არობებმაც თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაცა მოიკრიბა თავი გადამწიერთა წინაშე თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოიძებნოს მე ვიტყოდი რომ ეს ედენია ეს საოცარი მხარე საპური მშვენების სიკეთის სიხარულის და უკიდურების უშედი წყაროა მისი ყოველი კუთხე კუჭური ერთი მეორეზე უკეთესი წარღვია Who lives
ამომიკიმბედი, ჩემი ბედია, ამომიკიმბედნე, დამწერე ჯვარი. გამარჯვებით ხალხთან, უხარებაში გვერდით იქას. მეგობარი, თავგან
საიმედოდ. ყველაზე არალი, ყველაზე გულწრფელი, ქალის თუ კაცის მუდამ ხლებები, მეგობრობა დიდი საუნჯე, ადამს, ევას, მაცოცხლებელი, რა გინდა, ოქრო, ვერცხლი, ზუმუხტი, ქარის მოტანებს, ქარის წაიღებს, მაგრამ ის განძი, გულით რომ დაგიფერადებს ყველა აისებს, მეგობარი ხომ ხარში გიდგება, ჭირში ზალხილში ჩვენს გვერდით დგება, შენზე იფიქრებს, შენზე იზღუდებს, შენი თავი არ დაავიწყდება. მას თუ ძნელია ასეთის პოვნა, ამ ქვეყანაზე რაღაცის მოსვლა, თუ ხარ მარტოკა, წუთი სოფელში, ფუჭად ჩათვალე, სიცოცხლე, ყოფა.
This is problem number 5. Jump up and down and move it all around. Shake your hand to the sound, put your hands on the ground. Take 1 step left and 1 step right. 1 to the front and 1 to the side. Clap your hands once and clap your hands twice. And if it looks like it's a little bit of Monica in my life, a little bit of Erica on my side, a little bit of Rita on my knee, a little bit of Tina is what I see, a little bit of Sandra in the sun. A little bit of Mary all night long. A little bit of Jessica, here I am. A little bit of you, makes me your man.
ეს საგრძელოდ იყოს დედისა. დედა, მარა ჟამს გასახარები, შვილებს, ალერსით გვათბობს გვანალებს, დედაზე ტკბილი და საყვარელი, არაფერია ამ ქვეყანას.
გაგულამაზეს დღევანდელი სამართი. მინდა მადლობა გადაუხადო სკოლის დირექციას, რომელმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. მადლობა გადაუხადო ჩვენ ძირფას მშობლებს, რომლებიც ამ 4 წლის მანძილზე როგორც საკუთარი დედმამიშვილები ისე მიყვნენ გვერდით და სწორედ მათი დამსახურება, რომ დღეს ეს ლამაზი საღამო შედგა. მინდა მადლობა გადაუხადო მომწანებულ სტუმრებს და მოვიწვიოს სცენაზე, იმედია ორიოდე სიტყვით ისინიც მიულოცავენ ჩვენს პატარეს დღევანდელ დღეს. ქალბატონო ნონა, ქალბატონი ნათი. ძალიან წარმატებული ხართ და ყველა მასწავლებელი
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მშობლებს, რომლებმაც ასე კარგად იმღერეს და თანამშრომლობითი ურთიერთობა ნათლად ჩავდა მშობლების აი ამ მისიებაში. დიდი მადლობა ქალბატონ ხეას. და გამომდინარე რომ როგორც ქალბატონ გვანცაძე ვამბობ, მეშვიდე სკოლაში ბევრი გვანცა ყავდეს სკოლას, ასევე ბევრი ქალბატონი წიაღავდეს სკოლას. მადლობა ქალბატონო მაკა ესეთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და მე მგონია რომ ეს ბავშვები თავიანთ სიტყვას იტყვიან იქ, სადაც მათი ძალიან დიდი